ლევაყენია, უშენოთ მოსაწყენია. ეგულშან გონებაში ჩამჩება ალბათ ცხოვრების ბოლომდე. მე გუნდს უნდა კონდეს თავის ბაზა რა. ბაზის გარეშე წარმოუდგენელია დღევანდელ ფეხბურთში. სულ მაქსიმუმი იყო ჩემი მიზანი. იყო შენ ცხოვრებაში ლამასია. ხო, იყო. ლიცენზირება გავიარო და ყველაზე მაგალი საფეხური რაც არის პრო ლიცენზია ავიღო. დაიწყო. მეორეჯერ დაიწყო. კაი, იმას კენდი. მოედანზე წნეხი არასდროს არ მიწვი. იმიტომ რომ ჩემ შესაძლებლობაში ესე ვიტყვი არასდროს ეჭვი არ მეპარებოდა, არ ყვები ხოლმე მგონი არსად არ მოყოლია ეგ ამბავი. ყველაზე დიდი უსამართლობა რაც ფეხბურთში შეხვდა. ძალიან მაგრა შეეძლო ბათუმს. კვარა რო ჩამოვიდა ზურიკო, რამდენიმე ძლიერი რეგიონერი რო დაემატებინათ და დარწმუნებული ვარ რომ შევიდოდნენ სადმე. საავადმყოფოდან საავადმყოფოში კითხვის ნიშნები, დაბრუნდები, ვერ დაბრუნდები, შენ თავთან ბრძოლა, დეპრესია, ყველაზე ცოდო ის ფეხბურთელია თუ ბევრი ნიჭი აქვს და ცოტა ხასია. დაიტანჯება ფეხბურთელი. რისი გეშინია? მეფესავით პოდკასტი. მოგესალმებით, ვიწყებთ მეფესავით პოდკასტის მორიგი ეპიზოდის ჩაწერას და დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის სტუმარია ვეტერანი ფეხბურთელი და ამჟამად მწვრთნელი ლევაყენია. მოგესალმებით, გამარჯობათ, მივესალმებით ტელემოყურებელს. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვრთანხდი პირველ რიგში. მადლობა თქვენ მოწვევს და დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო საუბარი გველოდება. ნახოთ. მადლობა ლევან მოსვლისთვის და ტრადიციულად დავსვათ წინა სტუმრის კითხვას. ყავდა ნოდარ სიმსივე, რომელმაც კითხა, როგორი უნდა იყოს ფეხბურთის კომენტატორიო. ძალიან საინტერესოა თქვენეული შეფასება. პირველი რაც მომდის თავში, ნოდარი არის კიდევაც ემოციური არის საჭირო, რომ მე ვფიქრობ და ნოდარი არის ემოციური. მაქვს რამდენიმე თამაში ნანახი და ძალიან ემოციებში რო შედის ეს გადამდებია და მე უფრო ინტერესით უყურებ თამაშს. ერთი სიტყვით ეგრე ვიტყოდი ემოცია. შვენიერი. შესაძლებელია ესე მაყურებლის თვალიდან რო უყუროთ. თუნდაც იგივე დაბალი დონის გუნდების თამაში და საშუალო დონის გუნდების თამაში არ არის ტემპი და გიყოლებს ხოლმე კომენტატორი. კი, რა თქმა უნდა, კომენტატორი თუ რაღაცა როგორც თქვი ემოციურად მიყავს მაინც თამაში ასე თუ ისე, რაღაცა იქ პროცენტები ემატება იმის, რომ რაღაც სახიფათო მომენტი, კი შეიძლება რომ უფრო შეგიყოლიოს ასე ვთქვათ რა. კომენტატორის გამო თუ გიყურებია თამაშის? არა. ეგეც უცამას. არა, ნამდვილად არ მიყურებია, მაგრამ არის ხოლმე რომ აი მაგალითად რამდენიმე არხზე ერთი თამაში მიდის და ყოფილა რომ მირჩევნია აი მაგალითად აგირჩევია. ხო, ამირჩევია, აი მაგალითად ესპანური არ მესმის, მაგრამ ესპანელებს ან აი სუდამერიკას უფრო ემოციურად მიყავს ვიდრე გერმანელებს. გერმანელები ცოტა ეს აიქაც არიან რამდენიმე კომენტატორი, ვისაც კარგად მიყავს, მაგრამ უფრო ესპანელებს, აი უფრო ესეთი და სუდამერიკა ხო საერთოდ აი ნაწყვეტები რო ამოდის ხოლმე, ძალიან მაგარი. იმდენ გოლ. რაღაცა მაგარი არის, რა უხდება ფეხბურთს. შენი თამაშებისთვის თუ გიყურებია, აი სპეციალურად კომენტატორის გამო რომ მოგესმინა რას ამბობენ და კომენტატორები ან ჩანაწერებს გოლებს. გოლები შეიძლება, ხო, გოლი კი. გოლი რამდენიმე გოლს უყურებ, აი უკრაინაში, უკრაინული ხარ არ მესმის, მაგრამ იყო პერიოდი, როცა მქონდა გოლების სერია და უყურებდი ხოლმე რაღაც ემოციები არის რა თქმა უნდა. რამე უცნაური მოგესმენია კომენტატორისგან. შენ შესახებ. უცნაური რაღაც შეფასება ან რამე. არ მახსენდება ეხა ნამდვილად, არაფერი ისეთი უცნაური არ მახსენდება. მე მახსოვს ბანერი და სულ შენზე მახსენდება ლევაყენია, უშენოთ მოსაწყენია. ეგ გულშემატკივრისგან კი ეგ ძალიან ისეთი ჩემთვის ძალიან სევდიანი და ემოციური მომენტი იყო და მეც მახსოვს და გონებაში ჩამჩება ალბათ ცხოვრების ბოლომდე. ანუ რა დაინახე? რა თქმა უნდა, ის კი იმოქმედა. ცოტა სევდიანი მომენტი იყო, მე დიდი ხანი არ მითამაშია, დიდი ხანი ვერ დაუბრუნდი, ისეთიც ვერ დაუბრუნდი როგორიც ვიყავი. ამიტომ ძალიან ისე ჩამჩა გონებაში და გულშიც, რა თქმა უნდა. სანამ გახურდება საუბარი, მანამდე მაყურებელს ვთხოვ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და ლაიქოთ ვიდეო, დატოვოთ კომენტარი, თქვენი აზრი დააფიქსიროთ ყენოს შესახებ და გვირდებით რომ мотиваცია გვექნება ყოველთვის ყენოსნაირი საინტერესო სტუმრები მოვიწვიოთ. ლევა, რატო დაბრუნდი საქართველოში? საცხოვრებლად თუ სამუშაოდ? საცხოვრებლად თუ სამუშაოდ ეს გვაინტერესებს. სამუშაოდ პირველ რიგში მინდა რომ
პრაქტიკა მოვაგროვო. ხა ერთი წელი წვეტა მქონდა სამწნელო კარიერაში, ასე რომ ვთქვათ. ხა ჩამოვედი აქ, რომ პრაქტიკა მოვაგროვო. და მინდა რომ ლიცენზირება გავიარო და ყველაზე მაგალი საფეხური რაც არის პროლიცენზია ავიღო. იყო გეგმაში ჩამოსვლა საქართველოში თუ მანამდე სხვა ვარიანტებს ეძებდით თუნდაც კი, ეხლა გერმანიაში ბოლოს რო ვიმუშავე, სადაც უდინგენში, ბოლოს სადაც ვიყავი მთავარი მწვრთნელი, მე რაღაცები მოხდა, წამოვედი იქიდან, მე იყო რამდენიმე შემოთავაზება, ძირითადად აკადემიებში იყო, იქვე ახლო-მახლო, ასაკობრივებში. იქაც უბრალოდ ისე დაემთხვა რომ ოჯახით ესპანეთში გადავედით საცხოვრებლად და შემდეგ ესპანეთში რახან ესპანური არ ვიცი და იქ ხა არავის არ ვიცნობ გამიჭირდა იქ სამსახურის პოვნა. ორი ვარიანტი იყო, ან გერმანიაში უნდა დაბრუნებულიყავი ისევ, ან საქართველოში. საქართველოს იმიტომ ვარჩიე, რომ ამ ლიცენზიის ამბავში მე მგონია უფრო ეს წამადგება რა, უფრო აქ რო ვიქნები, თან აქ თან კურსებიც აქვს ფედერაციას. ხო, რა თქმა უნდა, ალბათ ამ წლის ბოლოს დაიწყება ეგ კურსები და დიდი იმედი მაქვს რომ მოვხდები და ავიღებ რო ლიცენზიას. მიზანი რა არის ამ სფეროში? რაც შეიძლება მეტი. ესე კონკრეტულად არ დამისახავს მიზანი, მაგრამ მინდა რომ რაც შეიძლება მეც და სადამდეც, ასე რომ ვთქვათ, გავქაჩავ, იქამდე მივიდე. მაქსიმუმი ამოვიღო. ფეხბურთშიც ეგ მიზანი მქონდა, რომ ბავშვობი 5 წლიდან ვთამაშობდი. სანამ ტრამვას მივიღებ და ტრამვის შემდეგაც სულ მაქსიმუმი იყო ჩემი მიზანი. როგორც შევძლებ, იმის და მიხედვით. თვითონ ინფრასტრუქტურულად როგორ დაგხვდა შეცვლილი აქაურობა? ხა აქედან რო წახვედი, ძალიან პატარა იყავი, 16 წლის იყავი. მგონი არც არაფერი შეცვლილი. ხო. ბაზაზე საინტერესო, ეხა რო დაბრუნდი უკვე, თუ არის რაღაც განსხვავება იმ დროსა და ამ ეხა ძალიან განსხვავება იქნება, მაგრამ საინტერესოა რაღაც განსხვავება კი არის, რა თქმა უნდა, უბრალოდ ეხა 3 კვირაა რაც მოსამზადებელი დავიწყეთ. დიდი ეხა ბევრი არაფერი არ მინახია, რო არ მოგატყუოთ, აი ეს უფრო ჩემპიონატი რო დაიწყება და თამაშები 19 წლამდეში მექნება გასვლები სახლის თამაშები, უფრო კარგად შემიძლია შევაფასო რა. რაც შეეხება ეხა ხანდახან ეროვნულ ჩემპიონატსაც ვადევნებ თვალს და კი რაღაცები გაკეთდა, მაგრამ რა თქმა უნდა უფრო მეტის სურვილი არის. ესე მოკლედ რო თქვა დეტალებში არ შევალ და ვერ შევალ, იმიტომ რომ არ ვიცნობ აქ სიტუაციას კარგად ეხა ის. ანუ ეხა ეცნობი და ეხა ვეცნობი, ნელ-ნელა ვეცნობი. რა თქმა უნდა, რასაც ვისმენ მოსმენილს, უფრო მეტი იმის შტაბ-შტილება მჩება, რომ მეტგუნც უნდა კონდეს თავის ბაზა რა. ბაზის გარეშე წარმოუდგენელია დღევანდელ ფეხბურთში, რაც მგონი ქართულ ფეხბურთში ეს გვიჭირს რა. ერთი მე მგონი დინამოს აქვს გამართული ბაზა თუ არ ვცდები და კიდე დინამო, იბერიას ბაზა აქვს თავისი ბაზა, როგორც ეგეთი არა. საცხოვრებელ. ხო, საცხოვრებელ სავარჯიშოს თავის ბაზას, სადაც დიღმის მასივში რაც არის, ეგეთ კომპლექსია. ხო, კომპლექს. ხო, რას ლოკოს ქონდა და აი როგორც დინამოს რა, ესე ვიტყოდი რა, როგორც დინამოს რა. მე მგონი ესეთი გამართული არავის არ აქვს. მე როგორც ვიცი. ხო, მე მგონი რომ ხო, მე სკოლებისკენ წავედი უფრო და საფეხბურთო სკოლებისკენ. ხა აკადემიები და ეგეთ. ხო, საფეხბურთო სკოლები უფრო ალბათ ახალგაზრდულ ასაკში ხი? ხო. აკადემიები, უფრო აკადემიები. ხო, მოედნების თემაც ახლა თითქმის სულ ხელოვნურები მხდება და სულ ძირითადად უხარისხო ხელოვნურები რა. სამწუხარო. ეგ ძალიან აზრს ხო განსხვავება, ფეხბურთელი რომელიც ხელოვნურზე იზრდება, სამომავლოდ ალბათ ტრავმიანობა იქნება. კი, იქნება, მაგრამ სიმართლე რო გითხრა, ეხა მაგალითისთვის რომ მოვიყვანოთ, ეხა გერმანიაშიც მინახია ბავშვთა ფეხბურთი და ესპანეთშიც რაღაცა დონეზე ვნახე რა, იქ ჩასული რაცა ვარ. ესპანეთში ინფრასტრუქტურასაც დიდი პრობლემა აქვს ესპანეთშიც რა, ძირითადად ხელოვნურებზე არიან, მე სადაც ვარ იმ რეგიონში რა, შეიძლება ეხა სხვაგან არ არის ეგ პრობლემა. მაგრამ გერმანიაში ბევრად განვითარებულია და იქ უფრო U17 ძირითადად ბუნებრივ საფარზე მიდის უთამაშები. ხო, იდეაში ამ ასაკში ყალიბდება უკვე რა, ყველაზე ესეთი გარდამტეხი პერიოდი. მაგრამ არის ხელოვნურებიც, რომელიც უკვე ძალიან დახვეწილია და თავისუფლად შეიძლება რომ ეგრევე ბეტონზე თუ არ არის გადაგებული, კაი ამორტიზაცია სადაც აქვს, რა თქმა უნდა ბუნებრივს ვერ შეედრება, მაგრამ შეიძლება რა, ასე რომ ვთქვათ, თამაში.
არა, ეხა ადრინდელ შედარებით ჩვენ რა ასაკშიც გავიზარდეთ, რა პერიოდშიც გავიზარდეთ, ასფალტის სტადიონებზე გვიწევდა ხოლმე რა. ხო, ადრინდელ შედარებით, ხო. თითქმის ასფალტის სტადიონზეა. იმის მერე გავიდა კიდეც რამდენი წელი, 15-ზე მეტი ხო? მე ასფალტის სტადიონები აღარ ხდება ეხა უბნებშიც რო სადმე შევიდე რა, გარე უბნებში იყო ხოლმე ძირითადად რა. კარგია. ანუ წინ მივდივართ. აი, ბაზებზე ლაპარაკობდა, იყო შენ ცხოვრებაში ლამასია. ხო, იყო. ორი ძალიან მოკლე, მაგრამ იყო. მაგრამ იყო. რო გაიხსენო მაინც ის პერიოდი, აი როგორ იყო მაინც? ძალიან პატარა ასაკში ჩახვედი და კი, ძალიან პატარა ასაკში ჩავედი. აქედან აი რა დიდი სხვაობა იქნებოდა აუცილებლად. კი, პირველ რიგში რო პირველი გასვლა იყო ჩემი ქვეყნიდან, ენას არ ვფლობდი საერთოდ, არც ინგლისურს, არც ესპანურს ხო საერთოდ. და ნუ რა თქმა უნდა ძალიან გამიჭირდა. ვარჯიშებზეც სულ სხვა ტემპი დამხდა, სულ სხვა ინტენსივობა, სულ სხვა ვარჯიშები. მაგრამ კაი გამოცდილება მივიღე, ცოტა ხნით ვიყავი, 2 კვირით დავრჩი. რა თქმა უნდა, დიდი კონკურენცია იყო, ახლა მაგაზე ორი აზრი არ არსებობს. რაღაცა გამოცდილება იქიდან წამოვიღე საფეხბურთო და მერე ვიყავი ლევანტეში. ბარსელონაში ვერ დალაგდა ისე. მეგრე შემდეგ ვიყავი ლევანტეს სკოლაში. იქ უკვე დიდი ხანი გავჩერდი, ალბათ 2 თვეზე ცოტა მეტი. უბრალოდ იქ იყო იმის შანსი, რომ დავრჩენილიყავი, უბრალოდ საბუთების ამბავში ვერ დავლაგდით, იმიტომ რომ არასრულწლოვანი ვიყავი და დროს ძალიან რთული იყო რა ესე არა ევროკავშირიდან არასრულწლოვანის წასვლა და იქ დარჩენა საფეხბურთო ამბავში და ასე რომ ვთქვათ, ერთი სიტყვით ესპანეთი ესე ჩაიშალა რა. და მოხდი შალკეში. ხო, მე უკან ჩამოვედი, ლოკომოტივში ვიყავი ის პერიოდი, მე პირველ გუნდში ვითამაშე ლოკომოტივის 15 წლის ასაკში, შალკემდე კიდე ძალიან ბევრმა წამმა ჩაიარა, ასე რომ ვთქვათ, შემდეგ ნაკრებებში ასაკობრივი ეროვნულში ვითამაშე და მე წავედი შალკეში. ჯერ შალკეშიც სინჯებზე ვიყავი, ეგრევე ესე კონტრაქტის მოსაწერად არ ჩავსულვარ. გავიარე 3 კვირიანი სინჯები და უკვე რო ჩამოვედი და რაღაც პროცედურები მიდიოდა. იმ დროს უკვე ეროვნულ ნაკრებში ვითამაშე და ის პერიოდი რო იყო, რომ ნუ მე ფეხბურთელი ახლა 16 წლის ასაკში ეროვნულში რო თამაშობ, ფასი ეგრევე ეწევა და მე უკვე შალკემ მიყიდა ლოკომოტივიდან. ეგრე მოვხდი შალკეში, ასე რომ ვთქვათ. ეროვნულ ნაკრებზე ედიაში ტომ მიოლერმა ითამაშა დიდი როლი, ხო? კი, ხო, ნუ მანამდეც ახლა 15-16 წელს უკვე 17 წლამდეში ვიყავი, 19 წლამდეში თამაშობდი 21 თითქმის ყველა ნაკრებში მიწევდა თამაში და მე ტოპ მიოლერმა დამიძახა პირველ ნაკრებში, პირველი თამაში იყო უკრაინასთან და იმის მერე ძალიან სწრაფად წავიდა ყველაფერი რა, ასე რომ ვთქვათ. გახსოვს ეგ ემოციები? დიდი ბუსტი მოგცა რა. კი, რა თქმა უნდა, მახსოვს ემოციები, დაუვიწყარი ემოციები იყო. უბრალოდ ეხა სხვა თვალით უყურებ, მაშინ სხვანაირად განვიცადე ყველაფერი, იმიტომ რომ ბავშვი 16 წლის 17-ის რო ხდები, ჯერ ბავშვი ხარ რა. ძალიან პატარა ასაკი არის. ეხა უფრო ვიაზრებ, რაც მოხდა, როგორც მოხდა, სადაც ვიყავი, რამხელა ფეხბურთელებთან ერთად თამაშობდი, რამხელა ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაშობდი. კი, უფრო ესეთი მალე გავიდა. ძალიან. პირველი დღე გახსოვს ნაკრებში რომ მიხვედი? ეროვნულში. ესე არ მახსოვს პირველი დღე. თამაში მახსოვს უკრაინასთან რო ქონდა თამაში და შემდეგ იყო შოტლანდიასთან და შოტლანდიასთან უკვე ვიცოდი რომ სასტარტო შემადგენლობაში ვიყავი და ის 2 საათი მახსოვს რომ ოფლიანობდი ძალიან არ გამჩერებია, ძალიან ვინერვიულე. მაგრამ მე უკვე მოედანზე რო გავედი, უკვე ყველაფერი მომეხსნა, იმიტომ რომ ახლა 5 წლიდან ფეხბურთს რო თამაშობ, ახალი არაფერი არ ხდება. უბრალოდ იცვლება ტემპი, იცვლება ტექნიკა, ასე რომ ვთქვა, სისტრაფეები, თორე ყველაფერი იგივე არის. ბურთი მგვალია, მინდორი მწვანეა. აი, წნეხი რო გითხრა, მაინც ესეთ პატარა ასაკის რომ მოხდი ეროვნულში, მქონდა თუ არა? მოედანზე წნეხი არასდროს არ მიწვია, იმიტომ რომ ჩემ შესაძლებლობებში ესე ვიტყვი, არასდროს ეჭვი არ მეპარებოდა და რასაც ვაკეთებდი, ყოველთვის ყველაფერი გამომდიოდა. უფრო მოედნის გარეთ, აი რომ იმატა ამ ცნობადობამ, აი მანდ ცოტა უფრო მოსკენი რა მაგისთვის არ ვეყავი მზად, თორე მოედანზე არაფერი არ
მიგწნია ახლა. და ის რა გზნობაა 16 წლის ასაკში უკვე რომ თავარი მეტად მოგიაზრებენ ნაკრების და ძალიან ყველა ახალ ბედასთან თითქმის იგივე რაღაც ხდება. ვიჩაც ჩაკვეთს რომ გამოჩნდნენ, მაშინვე ცოტა ადრე არის თავარი მეტად მოიაზრეს. ეს არის ხელშემშლელი ფაქტორი, ზოგადად თუ ფიქრობდი ხოლმე ამაზე. ვისთვის ვინ როგორ მიიღებს ამ სიტუაციას, ვის როგორ წაუვა თამაში, ასე რომ პირადად ჩემ შემთხვევაში როგორც გითხარით, მოედანზე არასდროს პრობლემა არ მქონია მაგის. აი მოედნის გარეთ ცოტა ისეთი მომენტი იყო რომ მოიმატა ამ პოპულარობამ, მოიმატა მოთხოვნადობამ, ცოტა იმოქმედა ჩემზე, იმიტომ რომ არ ვიყავი ამას მიჩვეული და მან ცოტა გამიჭირდა რა ესე რომ ვთქვათ რა. ეგ ალბათ უფრო მარტივი იქნება, აი ცოტა გრანდებში რა, მაღალი დონის გუნდებში, როდესაც გადანაწილებული არა ეს თუ ისე როლები თანაბრად. კი. და პირობითად ახლა იამალიც პატარა 15 წლის იყო, ხო ჩვენ თავი ჩამოვიდა დებიუტი. მე გვენ 15 წლის იყო რა ქონდა დებიუტი. თუ 16 იყო ახალი გამხდარი თუ რაღაცა ეგრე რა. ახლა იამალზე რაც არ უნდა ახალბედა იყოს და რაღაცა ვერ იფიქრებ, რომ ეგ თუნდაც ესპანეთის ნაკრების ლიდერი იქნება რაღაცა რა. ხო, რა თქმა უნდა. ესეთი დონის გუნდია და სხვა კატეგორიის ნაკრებია ახლა ესპანეთი, ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენთან მაშინ უკვე დამოკიდებულება ისო იყო გულშემატკივრებისგან, რომ ყველანაირ აი მცირედ იმედის მომცემ რაღაცას ეძებნია რა, ხელჩასაჭიც ესე რომ ვთქვათ და აი ყველა თქვენი ახალბედას გამოჩენა, დებიუტანტის გამოჩენა ავტომატურად გადიოდა იმაზე რა. ეგრე იყო საქართველოს ნაკრებში, ხო, ეგრე არის რომ ნუ გულშემატკივრებისგან აი სულ ერთი ან ორი კაცის იმედი აქვს რა და სულ ის სახელი აი ამის ამან უნდა ითამაშოს მაგრა და რა თქმა უნდა ის წნეხი მიდის იმაზე. ფეხბურთი გუნდური სპორტია და ეს გუნდურად თუ მოიგებთ მარტო თამაშს ვერავინ ვერ მოიგებს. ასე რომ უნდა გადავანაწილოთ პასუხისმგებლობა ყველაზე რა თქმა უნდა. შალკეში ოჩახვედი კობი დახვდა. კი, კობი იყო უკვე. რამდენად დაგეხმარა კობი ძალიან დამეხმარა რა თქმა უნდა. უბრალოდ მე პირველი 8-9 თვე თუ არ ვცდები ვიყავი 19-ში. ეგრევე პირველ გუნდში არ ყოფილი. მაგრამ კობისთან სულ კონტაქტზე ვიყავი, სახშიც მივდიოდი, ასე რომ ვთქვა, სულ ურთიერთობა სულ მქონდა, სულ რჩევებს მაძლევდა, ჩვეულებრივ. მე პირველ გუნდში როცა გადავედი, მე უფრო დავახლოვდით, თამაშებიც ერთად მოგვიწია, უბრალოდ მე კობიც წავიდა, მეც ტრამვა მივიღე და ძალიან დიდხანს არ გაგრძელდა ეს პერიოდი სამწუხაროდ. იყო ნოიერი. გუნდი ძალიან ვარსკვლავებით სავსე გუნდი. გაქვს რომელიმესთან კონტაქტი? არა, სამწუხაროდ კონტაქტი ძალიან. ეს ფეხბურთი ისეთი სფერო არის, რომ ძალიან იშვიათად თუ საქმე რო იკვეთება, გაქვს კონტაქტი. მე უკვე წლები რო გადის, ვიკარგება რა ძირითადად. როგორი ხალხი იყვნენ ურთიერთობაში? იმ პერიოდში. ძალიან უბრალო. მე ისეთი არავინ არ მახსოვს, ვისაც რამე ხა თან ის ეხლა იწყებდნენ ახალი ნოიერიც წერაკიტიჩიც, ჰოვედესი მსოფლიო ჩემპიონი, კურანი, რავი, ვარსკვლავები ასამოა. ნოიერზე იფიქრებდი, რომ იგი დიდი იქნებოდა. კი, რა თქმა უნდა. ორი აი როგორც კი პირველივე ვარჯიშზე ვიცოდი, რომ მსოფლიოში საუკეთესო მეკარე იქნებოდა, იმიტომ რომ ყველაფერი ქონდა, რაც კი შეიძლება მეკარეს ქონდეს. წინაც სხვა რა თამაშებდნენ ხოლმე? წინ ვარჯიშებზე კი ჩვენ ჩადიოდა, ხო ითხოვდა, რომ ისე თამაშებში თუ ძალიან მოვიგეთო, წინმა თამაშითო ერთი პერიოდი ევნებოდა ბაიერში. ტექნიკურად ძალიან ძლიერი იყო და ჩვეულებრივად აი რომ კვადრატებს იმას რომ თამაშობდით რონდოს, ჩვეულებრივად თამაშობდა ისე რომ ერთს გაიგებდი მეკარე იყო თუ წინ მოთამაშე. შეცდომებსაც ბევრს დაუშვებდა ალბათ. თავიდან ხო. მე რაც მახსოვს, მაშინ ინტერთან რო გააკეთა სტამბოლში რო გაუტანა. კი, ხო, ეგ მახსოვს, გამოსვლაზე ითამაშა თავით, მაგრა გამოიტანა, უბრალოდ არ გავუმართლა რომ ესეთი სტამბოლში ესეთი მიიღო. არ გავუმართლა რომ ეგრე მაგარი შეაგდო რა ეგეთი დარტყმიდან ძალიან რთულია მაგ დარტყმის შესრულება მახსოვს მე ეგ დარტყმა სამწუხაროდ მაშინ ტრავმა მქონდა ტელევიზორში უყურებდი ეს აქ შეცდომებზე მაინტერესებს ახლა ყველა უშვებს შეცდომას რა რეულ ასაკში მით უმეტეს ახლა შეცდომის გარეშე ვერ სწავლობ რა ზოგი შეცდომითაც ვერ სწავლობ ხო ზოგი საერთოდ ვერ სწავლობს ამიტომ მნიშვნელოვანია ამ შეცდომით სწორად მიტანა შემდეგ აი ახსნის სწორად მიტანა ფეხბურთელამდე რომ თუნდაც იგივე ფსიქოლოგიური წნეხი არ შეიქმნას. ჩემი გადმოსახედიდან მე რო აუხსნა როგორც წვრთნელმა თუ როგორც ფეხბურთელმა როგორ თუნდაც იგივე შე როგორ უნდა აუხსნა ან როგორ უნდა მიიღოს ფეხბურთელმა იგივე ეგ რა. ხო ყველა პიროვნება ფეხბურთელი განსხვავებულია ზოგი თავის შეცდომებზე სწავლობს
ზოგი სხვის შეცდომებზე სწავლობს, თუ ძალიან ჭკვიანია და ძალიან ინტელიგენტია, ზოგი საერთოდ ვერ სწავლობს და ბევრნაირი არსებობს, ბევრნაირი ადამიანია, ბევრნაირი სპორტსმენი არის. შეცდომასაც გააჩნია რა, ეხა არის ესეთი შეცდომა, რომელიც ფატალურია, არის ესეთი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც შეიძლება რა. ჩემს შემთხვევაში ეხა ამ ტრავმებთან უფრო ეს ტრავმებთან ვერ ესე რომ თქვა ურთიერთო ვერ ავდავტირდი კი რა ძალიან ეს ძლიერი ტრავმები რო დაემთხვა ადაპტაცია ვერ განვიცადე და სულ ერთი მეორეს მიყოლებით მომდიოდა ტრავმები, იმიტომ რომ ალბათ იმას ვერ შევეგუე რომ ის აღარ ვიყავი, რაც უნდა ყოფილიყავი და რაც ადრე ვიყავი და სულ ესე რომ თქვა კედელს თავით ვეჯახებოდი და ძალიან გაიწელა ის პერიოდი რა 3 წლამდე უკვე ტრავმა მქონდა და მე უკვე რო დაბრუნდი მივხვდი რომ ის აღარ ვიყავი რაც თავიდან ესე რომ თქვა. მაგრამ ეს ტრავმებიც ერთ იმაზე არ იყო რა ძალიან ადრეულ ასაკში დამეწყო. იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ალბათ აი დიდებში რო თამაშობდი ფიზიკურად ძალიან დიდი განსხვავება იყო და სულ მეტრიალდებოდა კოჭი და უკვე ამდენი წლის განმავლობაში ამდენი ტრავმა რო გაქვს მიყოლებით, მე უკვე ქრონიკულში გადადის და ეხლა რო ფიქრობ მაგაზე რა როგორ წარმოგიდგენია ეხლა თავის დროზე და შალკეში რო იყავი, არასწორად გულზე იყავი თუ მაინც გონია რომ მანდ უნდა ყოფილიყავი. აი სანამ სხვაგან ყოფილიყავი, თუნდაც ეგრე ეხლა მაგაცე გაქვს ნათქვამი რომ როგორც კი გამოვედიო არც მომცაო რა რეაბილიტაციის საშუალებაა და მაშინ სწორად გულზე იყავი, როგორ ფიქრობ შენ? რაღაც პროცენტები რა თქმა უნდა ყველას მიუძღვის ის წურთნელის პასუხისმგებლობაც არის რა თქმა უნდა მარტო მაგის რა თქმა უნდა არ არის უბრალოდ ხო ერთ-ერთი არის რომ უბრალოდ რეაბილიტაცია ძალიან სწრაფად გავიარე სწრაფად დავიწყე მაგრამ რა თქმა უნდა დღის ბოლოს ესე გერმანიაში იტყვიან ხოლმე ჩემს თავს ხდება ყველაფერი და არა სხვის თავს ან მე ვარ პასუხისმგებელი მაგაზე რა და გამოცდილება არ მეყო ერთი სიტყვით რომ ბოლომდე მომერჩინა ტრავმა რაღაცებზე უარი მეთქვა თავი შემეკავებინა და მაგას ვაბრალებ რა ერთი სიტყვით მაგრამ ნუ რაც იყო ჩაიარა აღარ ვცდილობ რომ აღარ ვიფიქრო მაგაზე, იმიტომ რომ საკმარისი დრო და ენერგია წაიღო და ნერვები წაიღო ამ ყველაფერმა. მაგრამ ესე გასახსენებლად, ნუ რა თქმა უნდა, შეიძლება. და ვცდილობ რომ ეს გამოცდილება რაც და უდიდესი გამოცდილება დამიგროვდა, ეხა გაუზიარო ახალგაზრდა მოთამაშეებს. როგორც ვიცით, იყო ყველაზე დესპოტი ალბათ. მაგათი Felix Magati კი აი იმ დღეს ვიდეოც ჩამიგდეს ჩემმა ნაცნობმა ჩამიგდო რომელი 2008 წლის ვიდეოა როგორ ვასრულებთ ვარჯის რო კიბეებზე ავდივართ რა ესე კიბეები ქონდა და ადიოდი დაუსრულებლად კიბეზე სანამ ალბათ ბოდიში და გული არ აგერეოდა რა და ეს ვიდეო ტელეფონში მაქვს და რავი თუ გინდა მე ჩაგიგდებთ და დადით კაი მუსიკაც ადევს და კი არა ვარჯიშები ქონდა ცი როგორი იყო თავისი მიდგომა ქონდა ყავდა 30-35 ფეხბურთელი და ვინც გადარჩებოდა ესე რომ ვთქვა ის თამაშობდა და ვინც გადარჩებოდა მართლა ნუ სასწაული ფიტნესი ქონდა იმ წელს რა ეხა მეც შეკრება რომ გავიარე პირველი 2 თვე თამაშის მერე შემეძლო კიდე ერთი თამაში მეთამაშო ოღონდ მართლა რა რაღაცა უბრალოდ ამ იმას ვეღარ გაუძლო ორგანიზმმა და სუსტი წერტილი სადაც ქონდა ეხა ეს კოჭი მიბრუნდებოდა ხოლმე მე იქა ის რომ დაღლილზე კონცენტრაცია იკარგება და ურთაბრძოლაში აღარ ხარ ისეთი სწრაფი და იქ სადღაც ვარჯიშზე ცუდად ჩამყვა და ბოლო ის წვეთი ეგ იყო ალბათ რა და მე მახსოვს ადრე ბუნდესლიგა იწყებოდა და აჩვენებდნენ რომ ერთი კვირით ადრე რაღაცა გუნდები როგორ ემზადებიან პირველი მატჩისთვის რა დორტმუნდის ისინი სადაც სათევზაოდ იყვნენ ბაიერნის ისინი პიკნიკზე იყვნენ, ანუ ძიმე სეზონის წინ განტვირთვის და უბრალოდ ანახე შალკე ტყეში რაღაც მორებით სიმძიმეებით კი ყოფილა შემთხვევები შეკრებაზე ტყეში გავდიოდი ცარბენად 30 კაცი და უკან 15 კაცი ბრუნდებოდა ხო ანუ მერე დანარჩენებს ეძებდნენ ხოლმე იქ ტყეში და ეხლა მაგ მეთოდებით ხო ვერ იხილს არა ეხლა მაგ
ხო, ეგ ძალიან ეხა ძალიან ის იყო რა. ეგ იყო მე მგონი აი ბოლო წლები იყო როდესაც მაგათმა კიდე აი ეგ მეთოდები ჩადო და მე უკვე აღარა მაგამაც იყო რა ასე უკვალო წავიდა ფეხბურთი. კი, ნუ ხო, ყველი არ დაუტოვებია. ნუ მოიგო რა, ხო, ორჯერ ბუნდესლიგის ჩემპიონი არის, ჩემპიონთა ლიგაზეც ათამაშა მიუხენის ბაიერნი, ესე ვერ ვიტყვით რომ ნუ მაინც და მაინც ნუ დიდ წვრთნელებში ესე ვერ გავა, მაგრამ ნუ თავისი რაღაცა ეხა თავის დესპოტის სახელი დატოვა. ხო, ერთადერთი რაც დატოვა ეგაა რა. ხო, ნუ ძალიან ისეთი მკაცრი და ისეთი რეჟიმი ქონდა ვარჯიშების მახსოვს ხანდახან სეზონის დროს 3 ვარჯიშიც იყო შუა კვირაში და ახალგაზრდებს გვიწევდა დილის 6-ზე ვარჯიში, მერე 11-ზე და მერე 4-ზე და სტილით რო გავდიოდი ვარჯიშზე, ღამე იყო, სახში რომ მოვდიოდი, ღამე იყო და ეგრე ვაბავდი ხოლმე დღეებს და მახსოვს რომ ძალიან თქვით, მაგრამ რაკეტიჩი ნოიერი პატარები იყვნენ მაინც ერთად რო იყავით. იყო კიდე უკვე ლეგენდა რაული. ხო, რაული მერე მოვიდა. და ანუ ხო მოგიწიათ? კი, მოგვიწია ცოტა მაღალი ნათქვამია, მე უფრო რეაბილიტაციის ცენტრში მომიწია რაული თამაშობდა, მაგრამ ნუ იყო შემთხვევები, როცა გუნდის შეკრებები იყო და მივდიოდი ხოლმე, ან როცა უკვე უკეთ გრძნობდი თავს, მივდიოდი იქ ბაზაზე ვარჯიშობდი და ესე მოედანზე ერთად თამაში არ გვითამაში. მაგრამ იქ ხა გასახდელში რაღაცა კი გავიცანი. რაღაცა გიწოდა, ხო? ესპანურად და რაღაცას გეძახ და როგორც ვიცი. ხო, კი ეგ მართალია. კი, მართალია, რავი, რამდენად ხა არ ვიცი. არ ყვები ხოლმე, მგონი არსად არ მოყოლია ეგ ამბავი. ცოტა ისეთი უხერხული ისტორია მე ვფიქრობ და მოდი თავს შევიკავებ მაგ ისტორიის ხო, ჩვენც აღარ დავაკანგრეთ. ხო, აღარ დავაკანგრეთ. მაგიტომ აღარ. ხო, ჩვენ. ანუ ნამდვილია. ნამდვილია, კი და ქართველებს გვეხება და ცოტა ეხა ესეთი ხო, მე არ გვინდა მოდი თავს შევიკავოთ. ხო. ხო, ანუ დავადასტურეთ რომ ნამდვილი. კი, ნამდვილი არის. ეგეთ ლეგენდასთან გითამაშია ისე როგორიც რაული იყო? ერთ გუნდში თუ მოწინააღმდეგე გუნდში თუ არა, ერთ გუნდში. ერთ გუნდში? ნუ ეხა ლეგენდა არის ნოიერი. ნუ ძირითადად ხო, შალკეში ეხა შალკეში. მაშინ არც ერთი არ იყო ლეგენდა, ნოიერი და არც რაკეტიჩი. კი, რაულისნაირი არა, რაული ნუ მადრიდის რეალის ლეგენდა. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი. არა, არ მითამაშია. ვიტყვი. და ვინ იყო ის ვისაც ყველაზე ძალიან გიჭირდა, მცველი მაგალითად. წვრთნელი? მცველი? ვარჯიშებზე? თუ თამაშის და აი იცი რა, ესე ვიტყვი, როცა ფორმაში ვიყავი, აი ტრამვა რო არ, ნუ ის იმ დონეზე არ მაწუხებდა ტრამვის მერე, ესე რო თქო რომ ვინმესთან მიჭირდა მეთქი, მოვიტყუები რა, ყველასთან შემეძლო თამაში რა, ვარჯიშებზე, თამაშებზე, უბრალოდ რაც მახსოვს ყველაზე ძალიან იყო ჩემი პირველი თამაში ბუნდესლიგაში. შემიყვანეს შეცვლაზე ფრაიბურგს ვეთამაშებოდით და მომიწია სეზონი მთავრდებოდა. მაშინ ფრედ რუტენი იყო ტრენერი ჰოლანდიელი. არა, გაუშვეს ფრედ რუტენი და დანიშნეს მაიკ ბუსკენცი იყო, რომელსაც ძალიან მოვწონდი რა, შალკეს იმაში სისტემაში მუშაობდა და მე ვიყავი 17 წლის რა, მაგ სეზონის მერე მოვიდა ფელიქს მაგატი. და 2 წუთი შემიყვანა ბოლო თამაში იყო ბუნდესლიგის რა, ფრაიბურგთან და მან ვიგრძენი ბუნდესლიგის ასე რომ ვთქვათ ძალა რა, იაპონელი მცველი იყო თუ ჩინელი არ მახსოვს რა და ისე ძალიან დამეჯახა რომ აი ვიგრძენი სად მოხვდი რა, უკვე პირველი ოფიციალური თამაში იყო რა, ძალიან მეტკინა, აი მახსოვს რომ გამოვედი 2 წუთი ვითამაშე და ეს მწვრთნელმა ხელი გადამხვია და აბა როგორ გძნობ თავს რა და მე უთხარი მეთქი აი ესეთი შეგრძნება მაქვს რომ ავტობუსი დამეჯახა მეთქი რა და მაგის მერე თქვი რომ ის მოსამზადებელი 62 კილოს ვიწონიდი რა, მეთქი მჭირდება მეტი ჯანი მჭირდება რა, უნდა მოვიმატო და უნდა დავამატო აუცილებლად მეთქი რა, იმიტომ რომ ვიგრძენი ძალიან დიდი განსხვავება იყო. ხო და მაგის მერე ვიმუშავე ჩემ თავზე, მაგრამ ტრამვამ სამწუხაროდ არ გამიშვა. ეგ ჩინელი თუ იაპონელი გასაგებია. ქართველებიდან ვარჯიშებზე ვისთან გიჭირდა? ყველაზე ისეთი, აი კედელი რომელი იყო? ქართველებიდან ვარჯიშზე ნაკრებში ცველებში ვისაც გამოვარჩევდი, ვინც მომწონდა ტექნიკურად იყო ასათიანი და ხიზანიშვილი.
მაგარი ბურთის ამოტანა ქონდა, ძალიან ტექნიკური მცველები იყვნენ, რა თქმა უნდა, ძალით კალაძესთან ვერავინ ვერ მივიდოდა, ნუ რო შეხედავდი ახლა და რო ესა კალაძეს უადარებდი ბორდონს თუ გახსოვს, ბორდონი იყო შალკეში მცველი, აი ერთი აღნაგობა ქონდათ. ნუ ძალიან ძლიერები რა თქმა უნდა. და კობი რა თქმა უნდა ახლა სტაბილური მოთამაშე, ყველაზე სტაბილური მოთამაშე. ყველგან უთამაში. ყველგან უნივერსალი, თან სტაბილური. ყველა პოზიციაზე, თან რავი კობის არ მახსოვს დრამა ქონოდა. რამდენი თამაში აქვს ბუნდესლიგაში 300-ზე მეტი. ეს შრომის მოყარებით ყველაზე მეტად რომელი გამოირჩეოდა მაშინდელ ნაკრებში. აი ახლა ჩვენ ქართველებიდან კი, ახლა რო კითხო, მაგალითად კაშიაზე გეტყვიან, კანკავაზე გეტყვიან. ხო, მაშინ კაშო, მე და კაშოს კაშოც ახალი ახალი, ხო, მე ხო კაშო მერე წამოვიდა. ალბათ ნუ კანკავა რა ჯაბა რა შრომის მოყარე და მაშინ ახალგაზრდა კანკავა ძალიან აი რკინა იყო რა, ეხაცა 40 წელს რა კიდე თამაშობს სასწაულია. კი, უფრო ჯაბას გამოვარჩევდი. ანუ 100-ა იყო მაინც ერთ-ერთი ყველაზე მოაზროვნე. რა თქმა უნდა, 100-იანის ტექნიკა, ბურთის ამოტანა, პასი გამჭოლი. უბრალოდ მე 100-ას ტრამვა მოვიდა მე მგონი და ისე პოლიჩმა დაამტრია. ანუ ინტელექტუალურად მაინც 100-იანი. ძალიან ძლიერი. ნაკრებში წინა თამაშებით ლოკომოტივში ცენტრალური მცველი იყო. ნუ ნაკრებშიც მე რომ მომიწია ცენტრალური მცველი იყო და კაი გამჭოლი პასები ჰქონდა რა. რა თქმა უნდა ცკიტიშვილიც ძალიან ტექნიკური იყო. აი შალკე ბოლომდე რო ამოვწუროთ. პირველი რურის დერბი და დორტმუნდში თამაში რომელიც მოვიგეთ კი. და საინტერესო ისტორია რაც არ გიშვნენ, ხო? ხო, ვითამაშე ის თამაში, სასტარტოში მათამაშა, მოვიგეთ. ეს იყო რაღაცა დაუვიწყარი ემოცია, ესეც ერთ-ერთი ემოცია, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გამომყვა და თამაშის მერე ავტობუსში კი ფანები გაწვნენ დორტმუნდის და 45 წუთი ვიდექით ავტობუსით არ გვიშვებდნენ და სანამ პოლიცია არ მოვიდა, არ წამოაყენეს, საკაცეებით გაყავდათ და კი სასწაული შეგიძლია. ეს რურის დერბი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული. ხო, მე რაც მითამაშია, ყველაზე გამორჩეული დერბი ყოფილა, რა თქმა უნდა, დორტმუნდში 82,000 გულშემატკივარი, ეს ცნობილი ყვითელი კედელი და იქ რო თამაშს იგებ, არ ვიცი რაღაც. ნუ გელზენკირხენში მართლა მეფეს ავითხარ მე. თქვენი გადაცემის არ იყოს. ერთი თვე უფასოდ ვჭამდი საჭმელს. კი. ლუდი ლუდიც ყველაფერი უფას, მაგრამ რო წააგო, მე ერთი თვე გარეთ ვეღარ გამოდიხარ. ორი მხარი აქვს медаლს კი. ეხლა რო ვიყავით ევროპის ჩემპიონატზე, იქაური ფანი ჩავწერეთ გელზენკირხენში რო ქონდა პორტუგალიასთან. ხო, პორტუგალიასთან ძალიან მაგარი ატარებდა გამოკითხვებს რა და ერთმა ბაბუ გაგიხსენა ძალიან თბილად. ახსოვხარ ძღებდი რა. კი, აი შალკეში ერთხელ თუ გაქნა თამაშები, მეც ხარ რამდენი ბევრი თამაში არ მაქნა თამაშები, ისეთი გუნდი არის თვითონ გულშემატკივრებს აყვანილი ყავთ როგორც რელიგიის დონეზე არა. რავი ბოდიში და რო შეაგინო და მე შალკეს შეურაცხყოფია მეყანო, უფრო შალკეს შეურაცხყოფა ეწყინებათ ვიდრე პირად. იმაზე გაგცემს პასუხს. კი, იმაზე მოგთხოვს პასუხს ვიდრე პირად შეურაცხყოფაზე. შალკე არის, რავი ცხოვრების აი მართლა რა ემოციურად ისე არიან დაკავშირებული მე გვიან მივხვდი მაგას რა იმიტომ რომ ხა საქართველოსდან ჩვენ პერიოდში არ იყო ეგეთ ფეხბურთთან ეგეთი დამოკიდებულება თარმე გელზენკირხენში ვცხოვრობდი ხო ეხლაც არ არის რა თქმა უნდა გუნდი არის როგორც აი რა ვიცი ყველაზე მაღალი ყველაზე ხო მაგალითი არის მაგის ახლა ამხელა კრიზისი ჰქონდა ჩავარდა რეგიონებში დაქვეითდნენ და მაინც სტადიონს აღსებდნენ კი მეორე ლიგაში დაქვეითდნენ და კი მაინც სტადიონი რავი ალბათ ნუ მე და კობი რო ლაპარაკობთ 11-ზე რო გავიყო და სტადიონზე თამაში ჩატარდეს გაივსება 60,000 ვარჯიშებზეც 3-4,000 სულ იყო კაცი მოდუნების საშუალება არ გაქვს. ეგეთი კულტურა გაასწორებდა აქ რო იყოს რა. მაგ კულტურა სანაკრებო დონეზე, საფეხბურთო საკლუბო დონეზე ვამბობ რა. კი, საკლუბო დონეზე. თავარი შემადგენელი ნაწილი არის გულშემატკივარი კლუბის ახლა. დორტმუნდში რო ხო ვიყავით რაღაც კვირაზე მეტი მოგვიწია მე მგონი და პროსტა ვაი ფიქრობდი რომ აი მაგალითად როისი როგორ ცხოვრობდა მაგ ქალაქში ამდენი წელი, რო აი რო ხდებიან გუნდი, სტადიონი, ალბათ რა სიყვარულიც ჰქონდათ. თვითონ მე გავარკვე რომ ესენში ცხოვრობდა და ნუ ისი ჩამოდიოდა ხომა
ალბათ მაინც აი ეს კომაგების და სტადიონის ვერ მიდიხარ ალბათ მაინც რა. ხო, ეხა ესეთი როგორც ცნობილი ფეხბურთელი როგორც როისია, არ ვიცი. ნუ წარმოუდგენელი ალბათ ქალაქში გადაადგილება ან სადმე ვერსად ვერ გაიგო. ისეთ პატარა ქალაქია თან სანამ გაეო. მოსულისმა ის გახსნა ვაფშე ბარი. პოდოლსკი. თუ არა. გროსკროიცმა ხო ვიყავი მაგის ბარი. გროსკროიციც ეხა დორტმუნდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლეგენდა არის და ნო პოდოლსკი საშაურმე გახსნა. ხო, საშაურმე გახსნა კეულში. ნაჭამი. ყველა თავის ჭიას ახარებს ფეხბურთის შემდეგ. თვითონ ამზადებდა რაღაცებს ვიდეოები იჩნდებოდა თუ როგორ ამზადებს და ფანებს რო არის ხო, კი. გაგეხსნა ქართული რა. ინგლის სახლია. სამწუხაროდ მომზადება არ ვიცი, თორემ ხინკალი ყინოსთან. აი მზარეული მყავს რეკომენდაციას თუ რაღაცა სამომავლოდ. სამომავლოდ მეწოდინე. ხინკალი ყინოსთან დაوار. კი. ისე რა გევასება ყველაზე მეტად საჭველებში. ქართული. ნუ თუ გინდა უცხოური, ჯერ ქართული ვთქვათ, მოდი მე უცხოური. რა არის ქართული ცოტა მძიმე საჭმელია რა სპორტსმენებისთვის ცოტა რთულია. იმიტომ რომ ადრეც ახლა ნაკრებში რო ჩამოვდიოდი გერმანიაში რო ცხოვრობდი როგორც კი ნაკრებში ჩამოვდიოდი აქ ჭამდი სულ მძიმედ გქნობდი თავს და სულ ფიქრობდი რატო რა არის პრობლემა რა არის და მაინც აი რაც არ უნდა ჭამო რაღაცა მძიმე არის რა იქ უფრო სხვანაირი საკვებია აქ ახლა ჩემი საყვარელი ნუ რა თქმა უნდა ქაბაბი ხინკალი ხაჭაპური ნუ როგორ შეიძლება არ გიყვარდეს რას არის სამეული როგორ შეიძლება არ მოგწონდა ღომი და ყველი რავი რამდენიც კიდე საცი რამდენი კომბინაცია გვაქვს ისე რომ ალბათ ეგ ახლა მაგის ჭამა რო დავიწყო ერთ კვირაში წამაყენებენ აქაც ახლა გერმანულ საკვებზე ხარ თუ მაინც ცოტა უფრო ლაითად ქართულს ხო ლაითად ქართულზე რა თქმა გინდა არ გინდა ახლა ქართული ერთვება და ნუ მაინც ვცდილობ რომ სულ ყოველდღე ვივარჯიშო და იმიტომ რომ ხა ფეხბურთს თავსო დაანებებ და ერთი თუ მიუშვი და თან ჭამე ესე როგორც ხა სიამოვნებს ანუ გერმანელებსაც არა აქვთ თლათ მსუბუქი საჭმელები არა უბრალოდ სპორტული საკვები მაინც სხვა არის რა ხო სალათი მოხარშული ხორცი პასტა ცოტა ისეთი რა უფრო ეგენი თავინა რთულია, მაგრამ მე უკვე გიმუშავდება ხო ფსიქოლოგიურად. ხო, მე შენ თვითონაც გრძნობ რა, რა უხდება შენ ორგანიზმს, ხო რა საწვავსაც ჩაასხავ, ესეთი იმ შედეგს იძლევა რა ყოველთვის. ნუ ეს ადრეულ ასაკში უნდა გაიგო, შეიგრძნო ასე რომ ვთქვათ, რა გიხდება, რა არ გიხდება და იმის და მიხედვით უნდა იმოქმედო. რაც უფრო სწრაფად მიხვდები შენი თავს, რაც უფრო სწრაფად ამოიცნობ ახალგაზრდა ფეხბურთელი, უფრო მალე და განვითარდები და უფრო ნაკლები პრობლემები გექნება. რომელი იყო ყველაზე ემოციური მატჩი შენი გადმოსახედით? ბორის პაიჭაძის სტადიონზე ყველა ემოციური იყო ნაკრების თამაში რომ მოდიოდა თან დინამო არენაზე ეს იყო რავი ჩემთვის და როცა ფორმაში ვიყავი და ზეიმი იყო რა ესე უფრო ალბათ შოტლანდიას გამოვარჩევდი მოვიგეთ ის თამაში ორი ღამე არ მეძინა მე მგონი გადავაბი მართლა ეგეთი მაგია დაყვება დინამო არენას ბევრს ნათქვამი რომ რაღაცა მაგია დაყვება მაგ სტადიონში ეხა რახან აი საქართველოს ნაკრები არის და ქართველი შედიხარ და ინფორმას ირგებ რა თქმა უნდა სხვა შეიძლება სხვისთვის არ იყოს ეხა ვიღაც პოლონეთის ნაკრები ჩამოდის ან კლუბი თამაშობს შეიძლება იმისთვის არ იყოს ეს ემოციური მაგრამ საქართველოს ნაკრების ფორმას რო ირგებ და ეს რამდენი ეტევა 50 თუ 45 რამდენი ეტევა 50 არის ოფიციალურად და ეს ქართული შეძახილები და ქართული ემოცია და ეს ამ დროშას რო ატარებ რა თქმა უნდა მაგაზე მაგარი ქართველისთვის არაფერი ვერ წარმომიდგენია რა ეხლა მეც მითამაშია დორტმუნდში შალკე ნაკრებებში გასვლა პოლონეთში სავსე სტადიონი მაგრამ ის განცდა და ემოცია რაც აქ გეუფლება ის პასუხისმგებლობა და ის შეგრძნებები არ არსებობს ჰიმნზე დგომა ხო რა თქმა უნდა შეიძლება ცრემლებით წამოგივიდეს სასწაულია კი ერთი სიტყვით ბედნიერი ვარ რომ ეს განვიცადე ცოტა მეტი შეიძლებოდა მაგრამ ნუ რას ვისავთ ხო მაგას სამწუხაროდ ხო მადლობელი ვარ იმისთვის რაც მივიღე ყველაზე რთული პერიოდი რომელი იყო? იქ იყო. ის 3 წელი? ის 2 წელიწადი და 8 თვე იყო და 3 ოპერაცია.
საავადმყოფოდან საავადმყოფოში რეაბილიტაციის ცენტრი. რეაბილიტაციის ცენტრში საერთოდ კითხვის ნიშნები: დაბრუნდები, ვერ დაბრუნდები, შენ თავთან ბრძოლა, დეპრესია. ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ მთელი შენი ცხოვრება ამაში ჩადე და უცებ კითხვის ნიშანი იბადება, გააგრძელებ, ვერ გააგრძელებ. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო რა, ძალიან გამიჭირდა და რაღაცა ცხოვრებისეულ ისეთ გამოცდილებას გაძლევს, რომ შენს როგორც ადამიანი იცვლები რა, კი. იცლები უფრო ჩაკეტილი ხდები, უფრო ფრთხილი ხდები. შენ როგორ უმკლავდებოდი ამ პერიოდს? უმკლავდებოდი თუ ქვია გამკლავება არც ის ვცდილობდი, მომავლის იმედი ცხოვრობდი, სულ ვარჯიშებში, სულ ფსიქოლოგიურად რაღაც ვცდილობდი რომ ოჯახი რა თქმა უნდა გვერდში მედგა, მაგრამ ძალიან რთული პერიოდი იყო რა, ძალიან მეგობრებისაც როგორ შეეძლო, მე ჩანს იქ ვინ არის ნამდვილი მეგობარი, ვინ არა. ძალიან რთული პერიოდი იყო რა და რაღაცნაირად ისე გამოძვერი, რომ როგორღაც კარიერა გავაგრძელე რა, ასე თუ ისე. ყოი ვინ იყო ის ადამიანი, ვინც ყველაზე მეტად აგიდგა გვერდში? რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები, დედა, მამა, მეუღლე, მაშინ უკვე მეუღლე მყავდა, მე შვილიც შემეძინა და ადრეულ ასაკში დაოჯახდი, შვილიც შემეძინა და რა თქმა უნდა, მე სხვა პასუხისმგებლობა მქონდა აღებული და ეს ყველაზე ახლო წრე რა, ესე ვიტყოდი რა. სანამ გავაგრძელებთ საუბარს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და ლაიქოთ ვიდეო, დატოვოთ კომენტარი, ყენოს შესახებას დააფიქსიროთ თქვენი აზრი, რას ფიქრობთ მის კარიერის შესახებ. ალბათ გული თქვენც გწყდებათ ისევე როგორც ყენოს ამ განვლილ პერიოდზე და გავაგრძელოთ საუბარი. დღევანდელი ნაკრები, რომელმაც ევროპა ითამაშა. ავიხდინე. გეგონა როდის მე რა შენთან ერთად თუ არა ვითამაშებდით ევროპას? კი, იცი, ადრე თუ გვიან ვიცოდი რომ ვითამაშებდით, იმიტომ რომ ამ ბოლო პერიოდში ნიჭიერი თაობა წამოვიდა, ეს ერთა ლიგაც დაგვემთხვა და ეს რაღაცა ერთობლიობა ნაკრების დონემაც აიწია, რა თქმა უნდა, ბოლო წლებში. გამოიღო ის შედეგი, რაც ახლა კობიმაც რაც ჩადო, იმუშავა მთელმა ფედერაციამ, რაღაცა შედეგი დაიდო. რაღაცა შედეგი ეს ჭრალებში ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებ და ჯგუფიდანაც გავედით. ეს რაღაცა ძალიან მაგარი ემოცია მივიღე იქ გერმანიაში. თამაშიც ვიყავი პორტუგალიასთან. გელზენკირხენში. მაგ კვარამგოლი რო გაიტანა, ეგეთი დაინგრა სტადიონი რა, ეგეთი ხმაური ჩემ თამაშებზე არ მახსოვს რა, სასწაული. პორტუგალიელებს ფანობაში ვაჯობთ. კი, ჩვენ ახლა მაინც ჩვენთვის პირველი ტურნირი იყო და ემოციების ზღვარი ხო იცი, ნაკრებიც მშიერი იყო, გულშემატკივრებიც რაღაცა, ხო იცი, ერთ მონდომება იყო რა, ცეცხლი ჩანდა ასე რომ ვთქვა. გალის დაგროვილი რაც ქონდა ამ წელს განმავლობაში, როიფეთკა საბერძნეთის შემდეგ, გავყვა ეს ყველაფერი შემდეგ. კი. ესპანეთამდე და ესპანეთთანაც კიდე ვარ დამტრეული იყო, კაცმა არ იცოდა რა იქნებოდა იქ ახლა. მაიზამაის კიდეს დამტრევას არ ვაბრალებ, მაგრამ ისე მიდიოდა ყველაფერი, რომ ესპანეთის სხვა დონეა რა ეს ახლა დიდი. პორტუგალიაც ახლა ბოლო თამაშზე გინდა არ გინდა, შემადგენლობა შეიცვალა, იქ ყველა იმას უყურებს, ტრამვა არ მიიღოს, უკვე გასული არის, მაგრამ ეს ჩვენთვის არაფერს აცვლის, ისტორია დაიწერა. იქ ესპანეთთან უკვე რა თქმა უნდა ესპანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია და პორტუგალიაც ახლა გიჟებივით იყვნენ რა, რონალდოც ყველა ეპიზოდზე პენალტს ითხოვდა და 1-2 გველის ამას კარგი დაუფარა და იქ ლოჩომერე მაგისურით და კი, მაგაზე ორი აზრი არ არსებობს რა თქმა უნდა ახლა მარტო პორტუგალიაზე იყავი? მარტო პორტუგალიაზე ვიყავი, იმიტომ რომ თურქეთთან მახსოვს ბავშვი იყო ცუდად და ვერ მოახერხე წასვლა, თორე ბილეთები ყველა თამაშზე მქონდა. თურქეთთან და ჰამბურგში ცოტა შორი იყო ჩემგან, იქ ვერ მივდიოდი ვერანაირად თურქეთთან. დაგეგმილი მქონდა, მაგრამ რაღაცა ოჯახური ის იყო და ვერ წავედი და პორტუგალიასთან წავედი და კი მივიღე ძალიან დიდი სიამოვნება. საქართველოს საბერძნეთს ადუყურე. დინამოზე ხო არ იყავ? არა, სამწუხაროდ საქართველოს საბერძნეთს მახსოვს არ მეყურებია, მანქანაში ვიჯექი ვარჯიშის მე რომ ბრუნდებოდი სახლში და ტელეფონი მეჭირა და პენლებზე ესე უყურებდი მახსოვს. ეგეც ძალიან დიდი ემოცია. ჩემთვის უფრო დიდი ემოცია იყო საბერძნეთთან ვიდრე პორტუგალიასთან. ხო ეს გას სახლში მოგებული ბოლო თამაში. ხო, ტაპი სხვა იყო, სხვა სიხარული იყო. სხვანაირად იფეთქა მაინც ემოციამ უფრო პორტუგალიასთან უკვე
სასწაული იყო რა, ან თითქოს რაღაც სასწაულში ცხოვრობდა. აქ აი ამდენი ხნის დაგროვილი ემოცია, ყველა იმედგაცრუება რაც იყო აქამდე და უცბად რომ ბრახ და გეხსნება ყველაფერი და სხვა პლანეტაზე იჩთები, საერთოდ სხვა ემოცია იყო ჩემთვის რა. მე მის და წარმომიდგენია. ტოპ 11 ფეხბურთელი შენი გადმოსახედიდან. აი ვისთანაც ერთად არ მითამაშია და ყველა დროის ნაკრები, ესე რომ ვთქვათ. 21 საუკუნის იყოს რომელი ჯერ. ხო, ნუ 20 ძალიან უკან არ წავინც ახლა არ ვიცი, იმას არ ვიტყვი რა თქმა, პელეს და იმას არ ვიტყვი, იმიტომ რომ არ ყიფოს და ჩივას? ხო. ყიფოს და ჩივასაც ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არ მაქვს თამაშები ნანახი და სამწუხაროდ. ვისიც მაგრამ მას ვიტყვი, კარებში ერთს დავტოვებ ნოიერს რა, ჩემთვის იქაც და აქაც საუკეთესო. ვისი მცველები ვისი თამაშიც ნანახი მაქვს, ნუ იტალიური დაცვა რა თქმა უნდა საუკეთესო, მალდინი, კანავარო რა, ეს ორი სასწაული. ეს ცენტრები ორივე ცენტრი. მალდინის იქითაც სათამაშო. არა, მალდინი ცენტრი არა. იქით უფრო სხვა ფლანგის მცველებს უფრო სხვას დავეყნობოდი. მარცხნივ და დამეჭიმა ამის დავატ. დაიწყო. სუდა როგა თუ რა. დაიწყო. მეორეჯერ დაეჭიმა. იმას კენდი. დაწექი და ის გადა. ეხა უფრო წარე და მეჭიმა და სად გიჭინმება უკან თუ აქ? ზურვის წინო იყო რა. მაგნეზიუმი უნდა დაალიო შენ. ეგრე ბძნობიარე. ან ნემსი და დამეჭიმა, ან მეორე დამეჭიმა. გადაცემაში. დამეჭიმა ყავდა ძალოსანთა ნაკრების ექიმი. დაგიჭი. ეს თალკი კოლაჟი. მაგნეზიუმის ნაკლებობა ფეხბურთში ეგრე. არა უშავს. დიდი ხანი რო ზიხარო იცისო. დიდი ხანი რამდენი ხანი? ესეც 40 წუთი ძა შენ ცოტა რამდენი 30 წამი ითმინე არ მომემატოს ისე და მაინც ბოლოს კაი გავაგრძელოთ მაკედან მაშინ ხო ანუ მცველები შუა მცველი ვთქვი მალდინი კანავარო იტალიური დაცვა ძალიან მაგრები მარცხენა ფლანგზე უფრო მე შემტევითი სტილის მცველები მომწონს კაფუ მომწონდა მაგრა თავის პიკში რა მახსოვს სოფლიო ჩემპიონატი 2002 ძალიან მაგარი იყო ფიზიკურად ბურთთან წინ უკან მარცხნივ ავირჩევდი მაშინ რობერტო კარლოს ბრაზილიური ფლანგები ასე რომ ვთქვათ შუაში მაშინ აქ იმას ავირჩევ 4-3-3-ს შუაში ძალიან მაგრა მომწონდა პირლო გამთამაშეს იმაც აყრდენად პირლოს წინ ზიდანი და რონალდინიო ზიდანი და რონალდინიო ორი იმიტომ რომ იქ ფლანგებზე უკვე დაკავებულია ადგილები ზიზუკი გამისორდა ხო ზიზუკია ზიზუს გარეშე ფლანგებზე ნუ რა თქმა უნდა მარჯვნივ მესი თავის პრაიმში მარცხნივ რონალდო თავის პრაიმში და წინ ბრაზილიელი რონალდო შვენი რაღაც ესე ნუ ძალიან ვარსკვლავურია მაგრამ ნუ ესე კი შეიძლება ამ გუნდს საერთოდ ვერ ეთამაშა იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვარსკვლავები არიან ერთად მაგრამ ნუ ესე სახელებით ხო თავის პოზიციებზე ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ნუ FIFA-ში კარიერა მოუწრო თამაშობდა ეს ფეხბურთელები ყავდეს ძალიან მაგარ გუნდს კი კარგად მოიგებ თამაშებს ყველაზე დიდი უსამართლობა რაც ფეხბურთში შეხვდა ყველაზე დიდი უსამართლობა ჩემ კარიერაში თუ საერთოდ თუ რა ანუ კარიერა ვთქვათ ნუ უსამართლობა ეხა იქიდან გამოვარო დიდი ფეხბურთი ვერ ვითამაშე ალბათ რა მეტი ძალიან მინდოდა ყველაფერი ვქენი ნიჭიც ხელს მიწყობდა მაგრამ ნუ არ გამოვიდა ჩემთვის ყველაზე დიდი უსამართლობა ეგ არის ალბათ რა ნუ მაგრამ იმას დავამტებ მადლობელი ვარ ყველაფრისთვის რაც მაქვს მაინც რა ისე არ გამომივიდეს რა იმიტომ რომ ჩემზე ნიჭიერებიც ყოფილან და იმდენიც ვერ უთამაშიათ რამდენიც მე ვითამაშე რა ყოფილან ბევრი ძალიან ზოგადად ესეთი უსამართლობა მაინც რა გახსენდება ფაქტში ყველაზე
სოფლიო ფეხბურთში. უსამართლობა, ეხა აი პირველი რაც გამახსენდა გერმანიის ნაკრების გულში მატკივარი ვარ, მაგრამ უსამართლობა მახსოვს ინგლისმა რო გოლი შეაგეხა ამო რა ვიცი ესე გამახსენდა გახსოვს აი კარის ძალიან 2 მეტრით შიგნით რო იყო და რო გააგრძელეს თამაში. მაშინ ინგლისს ძალიან მაგარი ნაკრები ყავდა და მგონი მარო გაიტანა. ხო, ლამპანოიერი კარში და აი ეს ისე ჩამჩა, ეხა ეს უცებ გამახსენდა და ეტყობა ისე ჩამჩა გონებაში თამას რო უყურებდი რომ ალბათ 1-2 მეტრით შიგნით იყო და ვერ დაინახეს და 2-1 ხდებოდა ხო? ხო რა არა 2-2 ხდებოდა. 2-2 ხდებოდა ხო? ათანაბრებდნენ. ხო 4-1 მოიგეს ეხლა მაშინ. 4-1 მოიგეს. ათანაბრებდნენ ეგრე მახსოვს. მე არ მახსოვს ეხა ის მახსოვს რომ გერმანიას გულშემატკივრობდი კი გამიხარდა, მაგრამ იმით ადგილზე თავი რო წამოვიდგინე, ეხა ეგეთი უსამართლობა. მაგის შემდეგ შემოვიდა ხაზი. ხაზის ეგ ეპიზოდი იყო რა გარდამტეხა და მე ხაზი შემოვიდა. კი, იმიტომ რომ ძალიან დიდი 1 მეტრ-ნახევარი იყო რა, როგორც მახსოვს. მაგრა გამოჩნდა იმ. კიდე რავი რა გამოლევს უსამართლო მომენტებს ფეხბურთში და საერთოდ ცხოვრებაში, მაგრამ ეს ეხა მომიტივდივდა თავში, ტვინში. ნუ ვარზე რა აზრის ხარ? ვარზე და ამ ხაზის კონტროლზე მე ძალიან ისეთი დადებითი, უბრალოდ კითხვა იბადება იმაში, ვარს როგორ გამოიყენებს ადამიანი და მსაჯი და საერთოდ წესები როგორ. მე უფრო წესებში მგონია რაღაცა შეცდომები ვიდრე ვარში, იმიტომ რომ აი მაგალითად ხელის წესის სად მოხდება, ყველა მსაჯი თავის თვითნებურად წყვიტავს რა არის ხელი, რა არ არის და უფრო სიმკაცრე მაგაში უნდა იყოს რაღაცა ხაზს უნდა მიყვებოდეს და ეს ხაზი დაცული უნდა იყოს. მაგრამ ზოგი ესე ნიშნავს, ზოგი ისე ნიშნავს, თორე ვარი ჩემი აზრით, ნუ კარგია, ცუდი არ არის რა, იმიტომ რომ მაინც სამართლიანობა მაგალითად ეს გოლი რო არ ჩაითვალა, ნუ ხაზის ის კი იქნებოდა, მაგრამ ვარზეც გამოჩნდებოდა. მაგრამ უნდა იყოს იქაც რაღაც დაცული ნორმები რა, თუ ეხ ყველა პატარა რაღაცეებზე არ უნდა გაჩერდეს თამაში რა თქმა უნდა, მაგრამ თუ არის გადამწყვეტი მომენტი, რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ მაინც უცნაური გადაწყვეტილებებიც არის ხოლმე ვარისებად. ხო, იმის ბრალია რომ ეს ხაზი არ არის რა დაცული რა. ერთი მსაჯი ერთ გადაწყვეტილებას იღებს, ერთი და იგივე ეპიზოდზე მეორე მსაჯი მეორე გადაწყვეტილება. ეს რო უფრო დაცული იყოს, ვარიც უფრო კარგად გამოგვადგებოდა ასე რომ ვთქვათ რა. ჩემი აზრით. აი ესპანეთი გერმანიაზე რო იყო ევროპის ჩემპიონატზე კუკურელიას რომ მოხდა ხელში. ხო, აი თუნდაც. აი ხა, მაგ სუფთა პენალი იყო. მაგაზე, ნუ ვიღაცა პენალს დადებს, ვიღაცა არ. ის ხაზი უნდა იყოს დაცული, თორე ვარმა განახა, რომ ნუ მოხდა ხელს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვარზე ჩდება კითხვები, ვარი იყოს თუ არა. ეს იმას მიანიშნებს, რომ წესებში რა წერია და ვინ როგორ ამ წესებს ხედავს რა. ჩემი აზრითაც, რა თქმა უნდა, კარში მიდიოდა დარტყმა, ხო, ხელზე მოხდა. ხო, რა ლოგიკით არ უნდა და ანუ ეს მიდებული ხალხს გაშლილი ქონდა. ნუ რაღაც იმაზე უნდა დაიწყოს უკვე, რომ ხელი ან კარში თუ მიდის, ან რაღაც ალბათ არის კიდევაც ეგ წესები, მაგრამ ყველა სხვანაირად იყენებს ყველა სხვადასხვანაირად ალბათ რა, არ ვიცი მე ახლა. ამ მქონია მაგასთან შეხება. ეხანელი გადმოსახედიდან აირჩევდი ისე ფეხბურთელობას? თუ ეს ნიჭი მექნებოდა კი, თუ არა. არა. აი პატარა ენოს ეტყოდი რომ ნუ გააგრძელე ითამაში. კი, რა თქმა უნდა. ეხლა მე რაც მქონდა შესაძლებლობები იმის დამიხედვით სხვა რამე რო ამერჩია, ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა. რო არ მქონოდა ისე შესაძლებლობები რაც მქონდა, შეიძლებოდა სხვა რამე ამერჩია რა. ბავშვობაში რაზეც ოცნებ კოსმონავტი ან რავი რაღაცა. როგორც ბავშვები ოცნებობენ ხო? მქონდა ისე რამე ალტერნატიული პროფესია, შესაძლებლობა რო აგერჩია სხვა პროფესია. ანუ არჩევნის წინაშე დამდგარ ხარ რა თუ სულ ფეხბურთი იყო და ფეხბურთი. ჩვენი რეალობა ქართული ხო იცი რა. გერმანიაში რო უყურებ ახალგაზრდები რო ნუ ფეხბურთს რო თამაშობენ 16 წლის ასაკში 15 წლის ასაკში თან პარალელურად სწავლასაც ძალიან დიდი ყურადღება ექცევა და თუ იქ აი მაგალითად შალკეს აკადემიაში თუ ნიშნები არ მიიტანე კარგი ისე ფეხბურთს ვერ ითამაშებ რა ჩვენთან სად იყო ეგრე მარტო ფეხბურთის სკოლა ვისახსოვდა ძალიან ეს ერთ დიდ მინუსად მიმაჩნია რა ეს რა იმიტომ რომ განათლება საჭირო არის აუცილებლად ინტელექტი თავიდანვე მოყვება ფეხბურთელს თუ შედეგი მუშაობს ამ ინტელექტს ინტელექტი არის ნუ ორნაირი ზოგს აქვს სათამაშო ინტელექტი ნუ ცხოვრებისეული ინტელექტი კიდე სხვა არის ახლა სათამაშო ინტელექტი საფეხბურთო ინტელექტი რა თქმა უნდა შეიძლება განავითარო კიდევაც ნუ თუ მოყვება ხო მოყვება ნუ არიან ისეთი ფეხბურთელები რომ ფიზიკა ორთაბრძოლის ხარჯზე უფრო არიან
ნუ რაღაცა უნდა გქონდეს გამორჩეული თუ გინდა რომ დიდი ფეხბურთი ითამაშო რა. ნუ საფეხბურთო ინტელექტი, ნუ ის მე შეძენილი რა თქმა უნდა ისეც ვერ შეიძენ როგორც ახლა ზიდანს ჰქონდა რა თქმა უნდა დაბადებინა ანუ მაგას ჰქონდა ხო რა. ანუ ეკითხე განათლების ამბავში რა. არა განათლები მნიშვნელოვანი არის, თუნდაც იგივე ახლა ბევრი ანებებს ხოლმე თავს სკოლას. ხო აი მაგაში ბევრი კი არა ძალიან ბევრი ხა რამდენი იმ დღეს სიგონ ჩააბარა ერთი გამოცდები მაშინ ეროვნული დინამოში. რამდენს უყურებდი ახლა გერმანიაში სტატისტიკა რომ მიდის პროფესიონალურ ფეხბურთში ხდება 1.9%. დანარჩენი ანათანოსანებებს ან ნუ მესამე ლიგა, მეოთხე ლიგა ისეთ დონეზე თამაშობ, რომ უნდა იმუშაო მე ყველა ვარიანტში, რომ კარიერასო და რა თქმა უნდა განათლება პირველ რიგში განათლება უნდა მიიღო, იმიტომ რომ ხელში რაღაცა უნდა გეჭიროს რა. ჩემსაც უმაგას ვეუბნები სკოლის გარეშე. ყოველს განათლებაში ახლა ატესტატს არ გულისხმობ გინდა თუ არა დაანახვა აი ატესტატი მაქვს რა შენ იგივე ცნობიერების ჩამოყალიბებაში ხო რა თქმა უნდა ყველაფერი რა თქმა უნდა აი გერმანია რო ახსენე გამახსენდა სლოვენიაში რო იყო 19-ის ევროპა ჯგუფში მოხდით ერთად რა და მახსოვს მაშინ გერმანიის ნაკრებს უწევდა საგამოცდო პერიოდი იმ პერიოდში როცა ევროპაზე იყვნენ ბიჭები ყავდათ ჩამოყვანილი მასწავლებლები, რომლებმაც თანაც გაიარეს ის, რომ ეს ბიჭები არ ჩამორჩენილი იყვნენ სწავლის პროგრამას, რომ მერე დაბრუნებული იყვნენ და ზაფხულში ნუ გამოცდები ჩაებარებინათ. და სულ აი იმათ მაქრა, რომ ჩვენებიც ხო იყვნენ ევროპაზე და ჩვენებს უხაროდათ, რომ გამოცდებს უმასავთო და ნიშნებს აგვიწერენო და იქ პირიქით მასწავლებლები ახლდათ ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ამას და ეს ნუ შეიძლება ფეხბურთელისთვის იმ დროს ვერ იგებდე ბავშვისთვის, მაგრამ ეს ხო ეს არის რა ქვია სოციალური ცხოვრება ხო ამდენ ვიღაც ყველა ფეხბურთს ხო ვერ ითამაშოს მე ეს ხალხი ესე რჩება და ნუ სამსახური გინდა რავი განვითარება ხო გინდა და ძალიან რთულია მე შენი თავის პოვნა სკოლა თუ არ დაამთავრე არ ჩააბარე რამე პროფესია არ აირჩიე მე ვერ წარმომიდგენია მაგრამ ეს მე ყველაფერი გერმანიაში გავიაზრე რა აქ სამწუხაროდ ვერ ნუ შენც გაგიხარდებოდა გაკვეთილების გასწრე ხო იქაც შეიძლება ნუ იქაურ ბიჭებსაც არ უნდათ სწავლა მაგრამ ისი არის მოწყობილი სისტემა რომ უნდა ისწავლო რა და აუცილებელიც არის აუცილებელი კი არა ძალიან მნიშვნელოვანი ადრე რო ვიკითხე ფეხბურთელს ან ნაკრებს ან ფსიქოლოგი ყავს თუ არაო მეცნიერ რომ რა თქვინა ფსიქოლოგი რაღაც და ეხლა ცალკე ქოჩორას ცალკე ფსიქოლოგი ყავს იმას ცალკე ყვარას ცალკე ის ყავს აქედან რუბინიდან წამოვიყვანა ფიზიოთერაპევტი მაგას ვამბობ 1-5 წლის წინ მეცნიერ რომ რა ის ფსიქოლოგი და რაღაცა ანაირად მაღალ დონეზე თამაში შეუძლებელია როგორც კი შეიძლება 1-2 წელი ნიჭის ხარჯზე ან გაგიმართლოს მაგრამ სტაბილურად შეუძლებელია რა თან ეხლანდელ ფეხბურთში შეიძლება 15-20 წლის წინ სხვა ფეხბურთი იყო, სხვა წნეხი იყო, ეხა ვითარდება ყველაფერი, ხო? ამის გარეშე არ შეუძლებელია. მწვრთნელსაც თხოვენ ხოლმე ეხა ანუ ფსიქოლოგის ფუნქციაში. რა თქმა უნდა, რა ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია უნდა ქონდეს. ხო ვიზდებით ეხა. აი 10-15 წლის წინ ვერც ვიფიქრებდით რომ მაგალითად ნაკრებს ეყოლებოდა სპეციალური შეფი, რომელიც ყველა საგარეო თამაშიც იქნებოდა, იმასაც იქნება ყველგან. ერთ-ერთი განხრა არის სპორტსმენის ცხოვრებაში, ყვება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ჩააგდებ რამდენიმე ყვებას, ჩააგდებ თამაშს და ვარჯიშს, ასე რომ ვთქვათ რა. იქ სადღაც უდაგ ხდება მე. ანუ არის ყველა ნიუანსია რომელიც ძალიან განსხვავდება. რა თქმა უნდა ეს დეტალებშია რა განსხვავება უყურე ამ ხელა ფეხბურთი, ამდენი ფეხბურთელი, ამდენი პროფესია, ამდენი გუნდლიერი გუნდები, ამდენი ნაკრებები იქ არის მიდის დეტალებში რა ანალიზი და განსხვავება. თუ ფეხბურთს ყველა კარგად თამაშობს, მე უკვე იქ დარგები არის სადაც საიდანაც მაქსიმუმი უნდა ამოიღო რა. თორე აი ესე მე მინდა ევროპის ჩემპიონატზე თამაში, ან მე მინდა ჩემპიონი გავხდე, თქვი იქ მე დეტალებში თუ არ შეხვედი, შენ რას აკეთებ მაგისთვის, რო აჯობო იმას. ძალიან ბევრი რაღაცა, რომელიც არ ჩანს და არ იქცევა ყურადღება. ფაქტია გავიზარდეთ მაგ მიმართულებით, ახლა შედეგი გვაქვს რა. კი, რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არსებობს მაგაზე.
ჩემთვის სასურველი უფრო მეტი ბაზები, უფრო მეტი ინფრასტრუქტურა, აი პროფესიონალთან მიახლოვებული რა. რომ ეს ჩემპიონატის დონე მაინც ავწიოთ, რა გვჭირდება, კლუბები გვჭირდება რა. მაგასაც ალბათ ადრე თუ გიან ეშველება. იმედია უნდა ეშველება. ჯერ არ უჩანს. ეს ჩემი აზრით ახლა რო გყავდეს 1-2 გუნდი, ვინც სულ ევროპა ლიგა, ნუ ჩემპიონთა ლიგაზე არ მაქვს ლაპარაკი, კონფერენც ლიგაზე თამაშობენ, სულ სხვა მუხტი შეიქმნება ეგრევე რა ქვეყანაში. აზერბაიჯანი და სომხეთი რა დღეში არიან. იმედია იქნება. მე ვფიქრობ მომდევნო აი 3-4 წელიწადში გვეყოლება რა გუნდი. გუნდები თუ არა გუნდი მაინც აი ბოლო წლები რო თამაშობდი ლუქსემბურგში, გავედით ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვდით. მწვრთნელი დინო ტოპმიულერი იყო. ეხა ფრანკფურტში რომ მუშაობდა რა. 3 წელი აცადეს დაფინანსება, ააწყო გუნდი და რა თქმა უნდა იქ უნდა გაგიმართლოს და გაიყვანა გუნდი. აქ დინამო თბილისი ნახევარ სეზონში ერთხელ ცulis ხოლმე. ხო, აი ეს ხედვა ჭირდება, სტრუქტურა ჭირდება, მოთმინება ჭირდება, მე იქ უნდა გაგიმართლოს კენჭისყრაში ბევრი რაღაცა არის, მაგრამ ერთხელ რო გახვალ, უკვე მე ბევრი რამე იცვლება რა, იქაც ფეხბურთელების ჩამოყვანის ხრი უკვე რეკლამა გიკეთდება. ეს ფეხბურთელები ვიზეც აი აქედან მაგალითად გინდა რომ ჰოლანდის რომ დაბალი ვინც ახლა აიაქსიდან ფეხბურთელს ვერ ჩამოიყვან, მაგრამ მე-14 ადგილოსანიდან გინდა ფეხბურთელის ჩამოყვანა, რომ დაგეხმაროს კონფერენც ლიგაზე, ევროპა ლიგაზე. ის ფეხბურთელი რო კითხულობს, აბა სად უნდა ჩამოვიდე, რას თამაშობთ, რა სიტუაციაა. ეგ თუ არ დახვდა, არ გაიგო იმ ფეხბურთელმა, ვინ ჩამოვა აქ, ხო ჩამოვლენ სულ ისეთი ძალიან დაბალი ხარისხის ფეხბურთელები. ჩისკო რო ჩამოიყვანა დინამო, მაშინ მოუწია ეგრევე საკვალიფიკაციოები. და მაშინ აიაქსს ხო მაგრა ეჭიდაო. იქ დინამო მაგრა ეჭიდაო რა და შემდეგი მოუწია გორში და პირველი ტური იყო მე გორში. ნუ გორში გაივსო სტადიონი. მე დინამოზე არავინ არ მივიდა. მე სამტრედია თუ სადაც ბოლნისი იყო თუ ახლა გაივსა. გაივსა და მე ნუ რეგიონები ხო რეგიონები. და ისევ დინამოს თამაში რო იყო არავინ არ იყო რა და მაშინ ჩემი ძმაკაცია ჩიორას უკითხე რომ ანუ მაშინ აიაკთან სავსე იყო რა დინამო რა და ანუ პროტესტის ნიშანს არ მოდიოდა კომაგებიო და უსღერდო კი დაელოდეო თელი წელი პროტესტი იქნება თელი სეზონი პროტესტი იქნება სეზონი პროტესტი ხო მან მაგათვის და ნუ ჩისკო ხო ჩისკო კაი საუკეთესო ლეგიონერი იყო ვისაც კი უთამაშია აი ეგეთი ლეგიონერები რო ჩამოვიყვანოთ გვჭირდება სახელი გვჭირდება კომფორტი უნდა შეუქმნა ფეხბურთელს ფინანსურად ბევრი რაღაცა რა ძალიან დიდი კომპლექსური პრობლემა არის. ხო. რამდენჯერაც დაიძრა და ცოტა სახელების ჩამოყვანა დაიწყეს კლუბებმა. ნიჯერ მერე ვერიქით უფრო უარესი. ხო, სახელებსაც გააჩნია, ეხა ისეთი ფეხბურთელი არ უნდა ჩამოიყვანო, ვინც შედეგს არ დაგიდებს და მარტო სახელისთვის ჩამოყავს. ეხა ფეხბურთელმა რო დაანება უკვე 2 წელი თავი, კი აქვს კაი სახელი. იმის ჩამოყვანის აზრს მე ვერ ხედავ რა, ვერანაირ, ვეც სარეკლამო ხრივ, შედეგი თუ არ დაგიდო, რა აზრი აქვს, არანაირია გადაყრილი ფული არის რა. კი ბატონო. ვერანაირ აზრს ვერ ხედავ. მაშინდელი დინამო, ეხა ჩისკოს დროინდელი მაშინ ალვაროც იყო და ესპანელების დინამო რო იყო, ანუ საშუალო დონის გუნდებთან კარგად თამაშობდნენ, წინააღმდეგობას უწევდნენ რა. მაგრამ ეგ პროექტი მალევე ხო აი პროექტი 2 წელიც არ გაგრძელდა ხა თუ სწორედ მახსოვს რა და ეგრევე გაჩერდა არა და ეხა შეგვიძლია რა საქართველოს კლუბებში ოძე იმიტომ რომ არის ნიჭიერი თაობა რამდენიმე კაი ლეგიონერი რო ჩამოიყვანო და 3 წელი ესე რო ვთქვათ ერთმანეთს შეადუღო რო იტყვიან რა და გადაამზადო შეგიძლია კაი პროდუქტი მიიღო რა შეგიძლია კი არა მიიღებ აუცილებლად უბრალოდ კაი ლეგიონერები გჭირდება, ვის გვერდზეც ეს ახალგაზრდები გაიზრდებიან, გამოცდილებას მიიღებენ, მაგრამ ეს ახალგაზრდებიც უნდა დაიკავო 2-3 წელი გუნდში და აი ძალიან მაგრა შეეძლო ბათუმს. კვარა რო ჩამოვიდა, ზურიკო, რამდენიმე ძლიერი ლეგიონერი რო დაემატებინათ და პლუს 1 წელი დარწმუნებული ვარ რომ შევიდოდნენ სადმე რა. უბრალოდ ფაქტურად შესრულები იყვნენ იმ წელსაც. ხო, იმ წელსაც ფაქტურად უბრალოდ არ გაეშვა. ხო, ნუ აი ეგეთი პატარ-პატარები რაღაცები გვაკლია რა. მაშინ ეგ პროექტი ხო იყო, ნუ ეხა იდეაში ზურიკომ და კვარამ ძალიან ბევრი რაღაცა გააკეთეს მაგ გუნდისთვის რა, მაგ პერიოდში. მაგრამ ეს ინერციით გაგრძელდა მე რა. ანუ
მიყვა უბრალოდ მაგ სეზონში, მაგრამ აი მაგ გოლის შემდეგ კუთხურიდან გავშებული გოლის შემდეგ ყველაფერი ჩამოიქცა. და ეხლა ამ სეზონის ბოლოს ხელფასებსაც ვერ უხდიდნენ უკვე რა. ხო, აი ეს არ უნდა გადავაყოლო თუ გვინდა რა, სადმე ვოცნებობთ აი როგორც ევროპის ჩემპიონატზე გავედით, ხო ეს ერთ დღეში ხო არ მოხდა, ხო მაკედონიასთან თუ ხო წავაგეთ ფინალი, ამხელა ფინალი ხო. ამხელა დრო ჩაიდო, ამხელა უფლი დაიღვარა, ხო? წლები ჭირდება ამ ყველაფერს და დიდი შრომა და მენეჯმენტი და საკლუბო ფეხბურთი კიდე სხვა არის განსხვავდება სანაკრებოსგან და უფრო მეტი შესაძლებლობები გაქვს აკრებოს. მაგალითი გაქვს რა, რომ არ უნდა დანებდეთ. მაკედონიასთან წავაგეთ, მაგრამ შემდეგ შანსი უფრო ძლიერი გუნდი დავამარცხოთ. კი. ბევრად ძლიერი გუნდი დავამარცხოთ. კი. იმედს ვიტოვებ, რომ აი ამ ახლო მომავალში ეს რომელიმე ქართული გუნდი რაღაც პროექტს დადებს, გაყვება და მაგალითი გახდება, სხვა კლუბებისთვის. იმედი რომ არ გქონდეს და რო არ გვიყვარდეს და გული რო არ შეგტყიოდეს და რო გვინდა რომ გავიდე, მაგიტომ მას ვლაპარაკობთ ამას თუ ეხა რო გვეკიდოს და არ გვაინტერესებდეს. ხო, გადაცემაც არ იქნება. ატარებდი რა. კი. ყენო, მაინც აი აქედან გადმოსახედიდან ნიჭი თუ ხასიათი? იცი როგორ ვამბობ ხოლმე? თუ აი ყველაზე ცოდო ის ფეხბურთელია, თუ ბევრი ნიჭი აქვს და ცოტა ხასიათი. აი ეგ არის ყველაზე ცუდი კომბინაცია. აი დაიტანჯება ფეხბურთელი. მაგას ჯობია ცოტა ნიჭი და ხასიათი. ძლიერი ხასიათი ქონდა. ესეთებს ვისურვებდი ყოველ შემთხვევაში, ჩემთან გუნდშიც. უფრო დიდხნიან პროგრამაში და იმ უფრო გამძლე არის რა. ხასიათი თუ არა აქვს იმ ნიჭს რაღაცას გაიფაფხურებს და მორჩება. აი დაასრულებს რონალდინიოსავით მაგალითად. ხო, რონალდინიო კიდე იმ ხელა ნიჭის პატრონი იყო, რომ ეგეთი ნიჭი რა ვისუნა. რობინიოსავით. ხასიათი ალბათ 3 წელი გაყვარა. რობინიოსავით ალბათ. ხო, აი რობინიო ციხეში. ან ნეიმარს ხო ბევრად მეტი შეეძლო, ხო, აი ბევრად მეტი. უბრალოდ ითამაშა ის 3 წელი ტოპ ლეველზე და მე აი მახსოვს რა როგორ აი მაგეთ რაღაცებს ვაკრდები ხოლმე. პარის სენ-ჟერმენში ყველაზე საუკეთესო წელი ქონდა, როცა კორონა იყო. ანუ ალბათ ვერსად ვერ ერთობოდა, ვერ დადიოდა და იძულებული იყო რომ ევარჯიშა. და ეთამაშა ხო ფინალში რომ გავიდნენ, რაღაცა სასწაული ნეიმარი იყო რა. და აი მან მივხვდი რომ აი კორონამ აიძულა რომ ევარჯიშა ჩაედო ყველა. კარნავალზე არ იყო. ხო, კარნავალზე არის. დის დაბადების ტრამებს არ იღებდა. ხო რა და ამიტომ ხასიათი არის აი რა რონალდო, ხო, რითი არის, ხო, ნიჭით რა თქმა უნდა აქ და სასწაულია, მაგრამ ხასიათის ხარჯზე 15 წელია მესიც, ხო, ხასიათის ხარჯზე 15 წელია თუ რავი 20 წელია უკვე ერთმანეთის ჯილდოზე ხასიათი ვარ კონდეს 51 წლის კიდე არ ითამაშებდა და სოფლიოზე წასვლის ხო ეხაც ხო ცოტა ფიქრობ უკვე ზედმეტებში გადადის, იმიტომ რომ უნდა იცოდე რა, როდის უკვე და ხო ვიცი ხა მიზანი აქვს 1000 გოლი. მაგრამ 1000 გოლი და სოფლიო ხო ეხა ხო აი ხა პორტუგალია ესეთი ძლიერი რო არ იყოს, ალბათ არ წავიდა, აღარ წავიდა. მაგრამ პორტუგალია ესეთი ძლიერია, ჩემთვის ერთ-ერთი ფავორიტი არის სოფლიოზე. ყველა პოზიციაზე ისეთი ნახევარ დაცვა ყავთ რომ ძალიან ძლიერი გუნდი არის. ცენტრალური მცველები უშმახებენ ცოტა. ესეთი არ ყავთ. ნეკარიც რო თქვა ეხა რაღაც პორტუგალიას და საფრანგეთს, აი საფრანგეთსაც რო უყურებ, 3 ნაკრები შეიძლება გაკეთდეს, რომ კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს რა, ძალიან. გულშემატკივრობ გერმანიას. ხო, გულშემატკივრობ რაღაც ბავშვობიდან გერმანიას გულშემატკივრობ და ეხაც კაცი. ასე თუ ისე თამაშს რო უყურებ, ბავშვური მაინც, ბავშვობიდან. მიუნხენის ბაიერნი და გერმანიის ნაკრები. საყვარელი გუნდის წინააღმდეგ თამაში რა გზნობა არის? მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ არ მითამაშია, სამწუხაროდ სკამზევიჩიკი და მოვიქეთ იქ. ალიანს არენაზე, თუ გახსოვს ნოიერმა რო დროშა აფრიალა, იქ თამაში იყო, სკამზევიჩიკი. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ძალიან ჩალიასარენა ძალიან ჩამჩარა იმაში თავში და სასწაული ძალიან მინდოდა თამაში, მაგრამ არ შემიყვანეს. მაგრამ სულ აი ბავშვობიდან და შალკეშიც რო გადავედი, ეგ მიზანი მქონდა რომ მიუნხენის ბაიერნში უნდა მეთამაშა. ძალიან მინდოდა ძალიან. მაგრამ არ გამოვიდა და სამწუხაროდ. ბევრი წელი იცხოვრე ევროპაში, სხვადასხვა. კი, სხვადასხვა მე მომიწია სიარული. რა გვაქვს ქართველებს კარგი, რასაც გამოარჩევდი?
კარგი, ანუ საფეხბურთო მხრივ ცხოვრებისეულად თუ საერთოდ ცხოვრებისეულად. ალბათ ეს მეგობრობა რა, ეს მეგობრობა ერთმანეთის გათვალისწინება. არ ვიცი, ჩემ დროს ეგრე იყო ყოველ შემთხვევაში ბავშვობაში, ახლა არ ვიცი დაიკარგა თუ არა, მაგრამ ევროპაში უფრო ეს კარგია თუ ცუდი, ხანდახან მგონია რომ ზედმეტის ისა ცუდია რა. მაგრამ ეს ქართველებს გვაქვს რა, მაინც აი ძმაკაცობა, რიდი ერთმანეთის იქ ევროპაში უფრო სხვანაირად არის რა, ყველა თავისთვის არის, ყველა თავის საქმეს აკეთებს. ერთმანეთს თუ გადაეკვეთეთ, ერთმანეთს იშვიათად ისთვალისწინებენ. ეს უფრო ქართველებს, მე მგონი ამას გამოვარჩევი და ნიჭი რა თქმა უნდა, ფეხბურთის ნიჭი გვაქვს რა, ხა. არის რა ჩვენში, რაც არის უბრალოდ ხასიათი გვჭირდება მეტი. ხასიათი და რა თქმა უნდა, ეხა თანამედროვე ფეხბურთში ინფრასტრუქტურა, კვება, ეს 1000 რაღაცა, რაც ვილაპარაკეთ. რისი გეშინია? რისი მეშინია? ცხოვრებაში? საერთოდ ზოგადად? ღმერთის ალბათ რა. სხვისი არა, ღმერთის რიდი და შიში რა, სხვისი. და ჯანმრთელობის, რომ ჯანმრთელად ვიყოთ რა. ოჯახის წევრები, მეგობრები და ასე შემდეგ. სხვა არაფრის ესეთი ახლა. ბავშვობაში სიბნელის მეშინოდა და გადამიარა ახლა უკვე. მე სიმაღლის მეშინია ეხლა. ხო, მეშინი არა, ცუდად ხდები იმაში, დახურული სივრცის. შიში არ მაქვს, უბრალოდ ცუდად ხდები და ვერიდები ხოლმე. ლივჩი არ შედიხარ. ხო, ლივჩი არ შევდივარ. ვერიდები. თუ არ მომიწია ხა მან და მაინც. მაღალი სართული ვერ ვიყურებ. ხო. მე ასაკმაიც ისეთყვა. თუ არ ბავშვობაში 32-ის ვარ ჯერ უკვე მიწე. კი, 30-ის მერე ყველაფერი გიწე. 30-ის. მე ალბათ გველის, აი ძალიან, აი შოუ ტელევიზორში ვერ გველის. ტელევიზორში ვერ უყურებ, თავ. ერთ სათამაშო გველი. გამოაწურ. შეიძლება წამოხდები მე, დამეჭიმა მოფეხი. არ მახსენებ. შეუწყდა. ენო, ბოლოსკენ წავიდეთ. ხო. რა არის ცხოვრებაში მთავარი? ცხოვრებაში მთავარი რა არის? რავი, მე იქიდან გამოვდივარ ყოველთვის ჯანმრთელობა ალბათ რა, ჯანმრთელობის ფასი არაფერი არ არის. რაც ისტორიები გადამხდა თუ ფეხბურთში თუ ცხოვრებაში, ჯანმრთელობის სხვა დანარჩენი ყველაფერი არის, მოიყვან, იმუშავებ. ჯანმრთელობაზეც რა თქმა უნდა სწორი ცხოვრების წესი, მაგრამ აი ალბათ ჯანმრთელობა არის ცოტა ბანალურად ჟღერს, მაგრამ ჩემთვის თავარია. რა არის ბანალური? ნახატზე რას გეტყვი? ნახატი ძალიან მაგარი, თავიდან ვერ მივხვდი ვინ იყო. მაინც ჩემ თმებით ვარ ხო ჩემ თავს მიჩვეული ახლა ფეხბურთში და იმაში და რო შევხედე ძალიან სასიამოვნოა, ძალიან გამიხარდა და სურათიც გადავიღე. ძალიან მაგარი ნახატია. ეს ამახსოვროთ გრჩება შენ. ჩემ დიდი მადლობა. სიმბოლური საჩუქარი იქნება ჩვენგან შეწუხებისთვის. დიდი მადლობა. რა შეწუხება პირიქით. ცოტა გზა იყო შემაწუხებელი, თორე აქ საუბარი ფეხბურთზე არ მომბეზდება არასდროს პირიქით. რაც შეიძლება მეტი და დიდი მადლობა. სახში წავიღებ. და მიუჩენ ძალიან კარგი. ვიხარია რომ ყველა ეგრე იყიდებს ხოლმე. კი. გამორჩეულ ადგილას იყიდებს. იდებს გამორჩეულ ადგილას. და სტუმარს, შემდეგ სტუმარსო კითხვა დაუტოვა. აი როგორც ნოდარიმ დაგიტოვა ისე რომ ნოდარიმ რა დამიტოვა რომ როგორ კომენტატორი უნდა იყოს. იყოს კომენტატორი. არ ვიცი ჩვენი ხო, არ ვიცი ნებისმიერი რამე კითხე. რა საინტერესო დამაფიქრებელი ეს არის. რა შეიძლება დავადო. პროფესიიდან გამოვიდე ცხოვრებისეული, არ ვიცი. რომელი კითხვაზე გაინტერესებს, თუნდაც ყველაზე ძალიან პასუხი რა, შეგიძლია ეგეც. რა კითხვაზე? ჩავახსოვოთ. პატარა საგიგავ. რა კითხვა ცხოვრებისეულზე, რაზე მაინტერესებს, ფიქრობ ხოლმე.
ალბათ რა ვიცი ცოტა ისეთია და რა ხდება სიკვდილის მერე რას ფიქრობ? ჩვენი კითხვა და ჯერ არ დასმულა კითხვა. მეც მაინტერესებს რა ხდება სიკვდილის შემდეგ. და ჩემ თავში ფიქრობ ხოლმე მაგას. ხო, ალბათ ყველა ადამიანი ფიქრობს, ამას უბრალოდ არ ვალაპარაკობთ ესე ხო, არ მომწოთა ეს დამტკიცება. რა იქნება? ხო. ძალიან მაინტერესებს და ხშირად არა, მაგრამ ნუ მიფიქრია ხოლმე მარტო ჩემთან რომ დარჩები რაღაცა ეს. რა ამ კითხვას დაუსმევდი თუ იცის ვინმე ამაზე პასუხი. ძალიან რთულ მდგომარეობაში კი ჩავაგდებ, მაგრამ რაც იცის გითხრა. რაც თუ რამე იცის გითხრა. მადლობა ყენო მოსვლისთვის. კაი საუბრისთვის. გისურვებ წარმატებას აუცილებლად ახალ საქმიანობაში და ეროვნულ ნაკრებშიც გვენახე და დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის და რავი მე ახალ საქმიანობაში ვეცდები ყველაფერი ჩავდო და რაც შეიძლება მეტი შემდეგ ქართულ ფეხბურთს მოვახმარო როგორც შემიძლია. მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა. კაი.